ეს ვიდეო დაიდო სოციალურ ქსელში, გავუშვებთ და მე გავარჩიოთ. აი ამ ორმა გნიდა არაბია თუ ვიღაცა ჩვენი ქართული ტაქსიზორი ჯერ გალახეს, მე მანქანა დაუნტრეს. კარეს არ აღებენ, არ გამოდიან, იმიტომ რომ კვანები არიან და ეხედა ამას კიდე თუ დაინახავთ, აწი ვიცით ხოლმე ყადეშკა რა მნიშვნელობა ფინიქნება. უცხოელებს მოჩაბრუნე ბიჭო, ქართველებს. არაბებმა თბილისში გალახეს და მანქანა დაულეწეს ქართულ ტაქსის წყვილს. აქამდე თუ ვიღაცებს წარმოედგინათ, რომ ასეთი რაღაც საქართველოში ვერ მოხდება, ჩვენ ვერ გაგვიბედავენ, ერთმანეთს გავიტანთ, სხვანაირად გავართ ფეხზე. არა მეგობრებო, ამ ხელისუფლების პირობებში ეს სამწუხაროდ ჯედასაწყისი უარესებს ნახავთ ამ ქვეყანაში, უარესისკენ წავა და ისე გათითოკაცდება ყველა, რომ ეხლა თუ კიდე ვიღაცა გამოჩდება, რომ ვიდეო მაინც გადაიღოს, მერე ეგეც აღარ იქნება. და ადგილობრივებთან დიდგულობა და ბლატაობა როგორ ხდება, მაგას რავი, ევროპის მაგალითებზე შეგვიძლია ვნახოთ და მეორე მხარეს ახლა ინტერესი მილიარდების შოვნის ძალიან დიდია, ამიტომ უბრალოდ უყურით ამ კადრებს და თქვენ თვითონ დაფიქრდით, არის თუ არა გამოფხიზლების დრო და დაფიქრდით კიდე ხალხის გამოფხიზლების გარეშე დიდი ერთიანი ეროვნული რეაქციის გარეშე არაფერი არ გამოვა.